ძალიან უბედურებას თქვენ ხშირად მოიხსენებთ. მამუკა გიორგაძე მაშინ იყო სწორედ დევნილი, მამუკა გიორგაძე მაშინ იყო რეპრესირებული, მაშინ იყო დაპატიმრებული და ასე შემდეგ და ამიტომ ცოტა უხერხულია თქვენი მხრიდან ჩვენზე ამასაუბრა. მამუკა ესე იგი თუ პიროვნულ შენ პიროვნულზე ესაუბრეთ, მე ჩემ პიროვნულზე, ეხლა მეც არ ვიყავი კომუნისტური ერთ-ერთი ლიდერი. მე პირველ კურსზე ვარ გარიცხული კონკავშირში და მაგაში არ არის საქმე. საქმე რაში აქვს? საქმე არის კურსზე, საქმე არის ვინ რაზე მუშაობს. ის ალიანსი მუშაობს ნოსტალგიას. ის ალიანსი რომელზეც ჩვენ საუბრობთ მოდით ბატონო მაშინ ვილაპარაკოთ. თქვენ ორივე ძალიან აღორძინების კურსი, მოქალაქეთა კავშირის კურსისგან. რითი განსხვავდება? ძირითადად აღორძინება არის თანმიმდევრულად პრორუსული და ჩვენ ვართ თანმიმდევრულად პროდუსული. თელი რიგი ჩამოგითვლით რატომ? პირველი ქართული სასაზღვრო ჯარების არ შეშვება აჭარის ტერიტორიაზე ამდენი წლის განმავლობაში. ქართული სასაზღვრო გემების არ შეშვება ბათუმის აკვატორიაში ამდენი წლის განმავლობაში. წინ ზოგადი წინააღმდეგობა სასაზღვრო რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანა. ქართული საბაჟოს არ შეშვება ქართული საბაჟოს კონტროლის არ განხორციელება აჭარის ტერიტორიაზე. საქართველოს პროკურატურის კონტროლის არ განხორციელება აჭარის ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა რაზმის შეჩერება აჭარის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ის ქმედებებია რომელიც ქართულ სახელმწიფოებრებას ემსახურება. ადა რა კომენტარია ამაზე თქვენი? ეს გეტყვით ახლა ამ კომენტარს გეტყვით. ამ კომენტარს გეტყვით ამ საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც იგივეს აკეთებდა ასლან აბაშიძე 4 წლის წინ. მე რა თქვენი პროტესტი არ გამიგია? არ გამიგია მე თქვენი პროტესტი. მე არ გამიგია ედვარდ შევარდნაძის პროტესტი. რა შეიცვალა დღეს? დღეს შეიცვალა დავამთავრე მიშკო. დღეს შეიცვალა ის, რომ ასლან აბაშიძე არის მოწინააღმდეგე პოლიტიკური მოწინააღმდეგე ედვარდ შევარდნაძეს. ამიტომ გახდა ის ცუდი? რა შეიცვალა? თქვენთვის თავარი ის კი არ არის ასლან აბაშიძე რას აკეთებდა გუშინ და რას აკეთებდა დღეს. არამედ დგას თუ არ დგას ის თქვენთან. როდესაც თქვენ საუბრობთ ბევრ საკითხებზე 200.000 ხმა აჭარიდან და ასე შემდეგ. ის 200.000 ხმით ვარ გახდა ედვარდ შევარდნაძე 95-ში პრეზიდენტი. ის რომ არა ის 200.000 ხმა პირველ ტურში გადიოდა შევარდნაძე პრეზიდენტად? ძალიან გთხოვთ ბატონებო, მით უმეტეს როდესაც თქვენ იყავით აღორძინებასთან ერთიან კონსტიტუციურ უმრავლესობაში, როდესაც აჭარის უზენაეს საბჭოში ერთიანი ბლოკით იყარეთ, ერთიანი სიით იყარეთ თქვენ და აღორძინების კავშირმა კენჭი. ძალიან გთხოვთ, თქვენ არ აგაქვთ მორალური უფლება ამ თემაზე ილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოსახლეობას ახსოვს. ახლა მეორე საკითხი თვითონ არსობრივი საკითხი. არსობრივი საკითხი. თქვენ მე ვერ დამისახელებთ და არ ყოფილა ქმედება ისაზეც თქვენ საუბრობთ, რომელიც აჭარის უზენაეს საბჭოს პრეროგატივა ყოფილიყო. ეს არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯი რუსეთის ბაზების წინააღმდეგ, არ გადაუდგამს ნაბიჯი რუსეთის სამშვიდობო ჯარების წინააღმდეგ, არ გადაუდგამს ნაბიჯი რომ აქ პრობლემები შეექმნას რუსეთის სამხედროებს, ფინანსური თუ ტექნიკური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ გადაუდგამს არც ერთი მიმართულებით ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით მეც და თქვენს ძალიან ისე ხმამაღლა გამოვდივართ და ვლაპარაკობთ ლუსტრაციის შესახებ. რატო ვერ განახორციელებთ? თქვენ ხო უმრავლესობაში იყავთ 4 წლის განმავლობაში. რატო ვერ განახორციელებთ? ჩვენ მოვართ უმრავლესობაში და ნოემბრიდან დავიწყებთ ლუსტრაციას. თქვენ რატო ვერ განახორციელებთ? ალბათ ჭაჭია იქნება კანონპროექტი. ჭაჭია იქნება სააკაშვილიშვილი ედვარდ შევარდნაძე ყველა მიიღებს თავის დამსახურებულ პასუხს. თქვენ ხელისუფლებაში იყავით და თუ გაკეთება გინდოდა თან ისეთი უმრავლესობა გქონდათ, როგორც უმრავლესობას ვერც ერთ პარტიას ვერ ექნება მომავალ პარლამენტში. თქვენ ასეთი უმრავლესობა გქონდათ და თქვენ ეს ვერ განახორციელებთ. ამიტომ გადაბრალება, რა ქვია, სხვის მიმართულებით არ შეიძლება. ჩვენ პასუხი მოვთხოვოთ იმაზე, რაც ხდება იქ იმის შესაბამისად, რისი მოთხოვნის საშუალებაც გვაქვს და რაშიც არიან ისინი დაუშვათ რაღაცა. მე აქ მინდა მოვუღლეთ პრინციპს. ახლა რაც ეხება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ამასთან დაკავშირებით, მე რატომღაც ვერ ვხედავ. არა იმიტომ რომ დანახვა არ მინდა, ვერ ვხედავ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს პროდასავლური კურსის მიმართულებით. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ საბაჟოზე, ძალიან საინტერესოა და დავი ეჭვები გაშდა საბაჟო ტენდერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ამ ეკონომიკურ საკითხებზე, თავისუფალი ეკონომიკური ზონა რატო არ მიიღო მოქალაქეთა კავშირმა? ხომ არ არის ეს რაღაც საწინააღმდეგო ქმედებები და ხომ არ ეწირება პოლიტიკურ დავას? ხარცის ხელშეკრულებაზეც მოგიყვეთ. ხარცის ხელშეკრულება შევარდნაძემ გაუგეთა პარაფირება და მაგრამ თქვენ არ გასწრებთ ხარცის საუბარი? არა, მათყოს მე შემიძლია ხარცი აბსოლუტურად ღია საუბარი, რატო არა? კი ბატონო, პასუხისმგებლობა თუ რამე იქნება პრეზიდენტის და მოქალაქეთა კავშირის არის? შემდგომ, როცა ვსაუბრობ დასავლურ ღირებულებებზე, მე რაღაც ვერ ვნახე თვითმმართველობა დანერგილი საქართველოში რეალურად დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი უმთავრესი პარამეტრი. ვერ ვნახე მე ვერ ვნახე შესაბამისად პოლიტიკური თავისუფლების გარანტიები სახელმწიფოში და საარჩევნო კანონი ამის ნათელი დადასტურებაა. რეგისტრაციიდან დაწყებული და სხვა მრავალი 1000 ნიუანსით დამთავრებული. მე ვერ ვნახე ანტიმონოპოლისტური გარემო სახელმწიფოში კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება დასავლური ცივილიზაციის.
ვერ ვნახეთ ჩვენ კორუფციასთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. თქვენ რა გონიათ რომ მინისტრებს რომელსაც გამოწურავთ ფულს და შევანაძეს თუ სხვა ხელმძღვანელი პირების თან ერთად დიდი ფული იქნება მოხსნილი და შემდეგ ნახმარი ლიმონივით გადააგდეთ ეს გონიათ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა? მე ვერ ვნახე ვერცერთიას ღირებულობა რეალურად დამტკიცებული. ვერ ვნახე და თქვენს მეთანხმებით ამაში ეკონომიკური რეფორმები განხორციელებული. ოღონდ ჩვენ რაში ვერ ვთვალთებით, იცი დასკვნებს ვაკეთებთ სხვადასხვას. მე ვამბობ რომ ამიტომ ეს ხელისუფლება არ ვარგა, თქვენ ამბობთ რომ არა ეს ხელისუფლება უარესად იქნებოდა საქმე. აი დასკვნებშია განსხვავება, თორე შეფასებებში ჩვენი განსხვავება ერთ და იგივეა და განსხვავება არის პოლიტიკურ ნებაში. ვიყავი უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, რეალურად შევწვიდე ვითარებას. ხართ თქვენ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე და პრაქტიკულად ვერ წვით ვითარებას, იმიტომ რომ ეს უმრავლესობა შევანაძე მოიყვანა გუდურასავი დასვა იქ და არც აქვს მორალური უფლება. კაცურად რომ ვილაპარაკოთ, წახვიდეთ შევანაძეს წინააღმდეგ. მე ახლა მოკლედ გავხსენებ, ერთ-ერთი მადლობელი ვარ მამუკაცი რომ მომიხსნა. ბრალდებები ესე მარტივად ტერორიზმში, მანიაკობაში და ასე შემდეგ. არ ვიცი ეს შეთანხმებულია თუ არა მის მეგობართან ბათუმში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავაფასე პირველ დონეზე თუნდაც რომ მე ტერორისტად არ ვთვლის. არა, იმიტომ რომ მაგის გაკეთებლების არ ახარ. ამაშია მოგებურება. ესე იგი მაინც რაღაცა ღირსება შეთქვაში არსებობს. რაც შეეხება აღორძინების 4 წლიანს წინანდელ ჩვენ ალიანსს. ერთი 4 წლის წინ მსგავს ვერავინ ვერაფერს ვერ გადადოდა ბათუმში. მეორე რაც შეეხება 200.000 ხმას, რომელსაც შევარნაძე მიიღო იქ, შევარნაძე 200.000 მიიღებს დღესაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მესამე რაც შეეხება აღორძინებასთან ჩვენ ალიანსს. აღორძინების ფრაქციის საუკეთესო ნაწილი წამოვიდა მოქალაქეთა კავშირში. ეს ფრაქცია გაიხლიჩა 2 წლინახევრის წინ და მას შემდეგ ის პოლიტიკა რომელიც ხორციელდება აღორძინების კავშირის მიერ არაფერ კავშირში არ არის იმ პოლიტიკასთან რომელიც თავიდან იყო ამ პარტიის პლატფორმაში ჩადებული. ამგვარად მე მაინც მიმაჩნია მაშინდელი ალიანსი ჩვენი აღორძინების კავშირთან შეცდომად, მაგრამ ეს იყო ალიანსი აღორძინების კავშირთან და აღორძინების კავშირის საუკეთესო ნაწილი დღეს არის მოქალაქეთა კავშირთან. ეს და აჭარის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც იყო ყარსის ხელშეკრულება. 92 წელს. 80 არა, მე საუკეთესო ნაწილზე მე ხო პიროვნებებს აღწევები ვარ და არ გადასულა. არის ასე არის ყველას თავის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. აი ეს არის სწორედ ჩემთვის მიუღებელი. აბა ეხა აჭარის საუკეთესო ნაწილი არა. რატო არის, რა ქვია, ადამიანი რომელიც საგვა, რომელიც გაიყვანა კიდევ ვიმეორებ, რა ქვია, ასლან აბაშიძე, მაშინ კითხა ასლან აბაშიძე. არა, ასლან აბაშიძე, მაგრამ ეს პრინციპები, ასლან აბაშიძე, მაგრამ საქართველოს. იკითხა ის პრინციპი, რომ საქართველოს არის ერთიანი. იკითხა პრინციპი, საერთოდ როცა ემსიაში ჯდებოდა? იკითხა ალბათ და არ უკითხი, ამაშია უბედურება, ამაშია უბედურება. და ეს ხალხი რომელიც ასე მოიყვანა ასლან აბაშიძემ და დასვა იქ და შემდეგ იმიტომ რომ თქვენ უკეთესი შესთავაზეს, გადმოხდა მაგით ამხარეს. აი ეს არის უბედურება. ეს არის უბედურება, იმიტომ რომ არც პრინციპებით მოსულა ეს ხალხი აღორძინებაში და არც პრინციპებით გადმოსულა. კი ბატონო, დავამთავრე ამ თემაზე, რაღაც რეგლამენტს თუ დამოვიყოთ, დავამთავრე. რაც შეეხება იმას, რომ ესე იგი ყარსის ხელშეკრულება 92 წელს ამ ხელშეკრულების მოხსენება ჩვენი ხელშეკრულებაში თურქეთთან, მე მაშინ მიმაჩნდა შეცდომა და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს არ იყო ბოლომდე გააზრებული ნაბიჯი. მაგრამ და მაშინ ეს იყო განპირობებული საქართველოს სისუსტით, საგარეო პოლიტიკურ 92 წელი, მე ვიცი რა წელი და ყველას გვახსოვს რა წელი. მაგრამ ამ ხელშეკრულებას რატომ მიმაჩნდა შეცდომა? იმიტომ რომ მოვა დრო და საქართველოს წერი ამ ხელშეკრულებას გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ და მოვიდა ეს დრო 99-18 წელი და საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სუბიექტი მისი ბლოკის სრული სიჩუმის პირობებში, ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხალხის სიჩუმის პირობებში ამ ხელშეკრულებას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. აი ეს არის ამაზრდელი. მე იმიტომ ვიყავი მაშინ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის წინააღმდეგ, რომ ვფიქრობდი, რომ მტერი ამას გამოიყენებდა. ის ამას იყენებს და სხვა შორის ეს არც თურქეთის თემა, არც საქართველოს თემა, ეს არის რუსეთის თემა თავიდან ბოლომდე, რუსეთის მიერ შემოგდებული, რუსეთში ძალიან კარგად დამუშავებული და ამის ინფორმაცია დიდი ხანია გვაქვს ის გრუს სპეციალისტები, რომელიც მუშაობენ ამ თემებზე. ამგვარად მოდით ნუ ვილაპარაკებთ, რაც შეეხება პირად ლოიალობას. რომ თითქოს აქ ესე იგი პრეზიდენტთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ მე კარგად ვიცი რომ ამ პარლამენტში ჩვენ ჩავაგდეთ 10 თუ 15 კანდიდატურა ძალიან სერიოზული, მათ შორის ომბუდსმენის 2 კანდიდატურა, მათ შორის მინისტრების კანდიდატურები, რომელიც შემოგთავაზა პრეზიდენტმა. და მე ზუსტად და ეს იყო ესეთი ურთიერთობები. ჩვენ ჩავაგდეთ მრავალი კანონპროექტი, რომელიც შემოგთავაზა პრეზიდენტმა. იყო კანდიდატურები კომიტეტებში წინასწარ უარყოფილი, რამდენიმე, თუნდაც შარშან კავშირგაბმულობის მინისტრის პრეზიდენტის 2 კანდიდატურა იქნა უარყოფილი კომიტეტის მიერ. მაგრამ ჩვენ და გავცვალოთ ბევრი კანონი. ამგვარად არანაირი ისეთი მონურ ურთიერთობებზე, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა დაფუძნებული ზოგად პრინციპებზე. პრინციპები არის უფრო მაღლა ვიდრე პრეზიდენტი, პრინციპები არის უფრო მაღლა ვიდრე აბაშიძე, გიორგი სააკაშვილი არ ვიღაცმა. პრინციპები და საქართველოს არის ყველაზე მაღლა. მე ვემხედავ რომ იმ ბლოკში რომელიც იქ არის არსებობს რაღაცა ესე დემოკრატიული გარემო, რომელიც ესე იგი შესაძლებლობას მიცემს ვინმე გააკეთოს ისეთი რამე, რაც არის სიამოვნება ბლოკის ხელმძღვანელს ან მის რუსფარველებს. მე ამას ვერ ვხედავ. მე ვხედავ ერთ რაღაცას, რომ ესე იგი იქ
იქ არის ლაპარაკობს ყარსზე, კაკუასათიან, რომელიც მოსულია ეროვნული მოძრაობიდან, ჩუმად არის. ბოჭორიშვილი, რომელიც მოსულია ზვიადისტური ეროვნული მოძრაობიდან, ესე იგი ჩუმად არის. ჭაჭია, ბუნებრივია გახარებულია. ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს სასაზღვრო გემებსაც შემოუშვებს, თქვენ ესე იგი სახალხოც ტრადიციონალისტებს ყველანი, რომელიც მოსული ხართ ეროვნული მოძრაობიდან, ჩუმად ხართ. აი ეს არის, როდესაც საუბარია პრინციპებზე. მე ყველაზე მეტად მეშინე იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე პრინციპულ მომენტში შეიძლება ასე გაჩუმდნენ. აი რას შიში მაქვს პირადად მე აი ამ კონტექსტში. სახალხო პარტიას პრინციპებისადმი ერთგულებაში ვერავინ ეს ჩვენ შეიტანს, რაც შეეხება იმ საკითხს, როდესაც თქვენ საუბრობთ, ეგ თავშად ეს ეხება სასაზღვრო ჯარების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როდესაც ეს საკითხიც, ისე როგორც ბევრი სხვა საკითხი, როგორც თქვენ აქ ახსენეთ, პოლიტიკური კონიუნქტურით გამოირჩევა და არა იმით, რომ დღეს ეს ასე არის საჭირო. იგივე სასაზღვრო ჯარებთან დაკავშირებით. თუ ასეთი კარგი ბიჭები იყავით და შემოგევლით, ჩემი თავი გვერდში დაგიდგებოდით, როგორ მოხდა რომ სასაზღვრო საკითხებში იგივე რუსეთთან მიმართებაში გაატანინეთ ტელეფონება და პრაქტიკულად გაყოფილი დარჩა დანგრეული შენობები და მხოლოდ და მხოლოდ ავტომატი და პისტოლეტი. ან თუ ასეთი შეგეძლოთ საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის გაყოფის დროს რატო არ მოიღეთ ხმა და მაშინ რატო არ დაიცავით საქართველოს ინტერესები. ან ბევრი სხვა საკითხი თუ და ყველაფერს თავი დავანებოთ. გუშინდელი ფაქტი ამის ნათელი დადასტურებაა. ამის ნათელი დადასტურება, როცა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, ტერმა თუ მოყარემ ამას თავი დავანებოთ, საქართველოს დაბომბა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და საქართველოს პრაქტიკულად არ აკეთებს არანაირ პოლიტიკურ მოქმედებას. გარდა იმისა, რომ შეიძლება ვიღაცამ ინტერვიუში თქვას, რომ რუსეთზე გაბრაზებული ვართო, ან პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც რაღაცეთ ინტერვიუს მისცემს. მე ვერ დავინახე თქვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება და რა უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება? უნდა იყოს ის გარემოება, რომ რუსეთის ბაზები სწორედ გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, დავიწყოთ ეს პროცესი. მეტი რა უნდა მოხდეს საქართველოში? მეტი რა უნდა გაკეთდეს დაგბომბა იმ ქვეყანამ. მაგრამ როდესაც პრეზიდენტი შვებულებაშია და დაბომბვის დროსაც კი არ კადრულობს იმას, რომ ჩამოვიდეს თბილისში და როდესაც ის ამ ფაქტს არარაობად აქცევს და ვერც კი ბედავს, რომ ამას პოლიტიკური შეფასებები მისცეს, როდესაც პარლამენტის ხელმძღვანელობა მხოლოდ ინტერვიუებით კმაყოფილდება, იქ ლაპარაკი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, მე მგონი საერთოდ აბსურდულია. რა გააკეთეთ თქვენმა უმრავლესობამ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ომალოში ჩაფრინდით და დაჭრილები წამოიყვანეთ. სად არის პოლიტიკური ნება თქვენი? თუ ასეთი ანტირუსები ხართ, თუ ასეთი ასე ვთქვათ ეროვნული ინტერესების დამცველები ხართ, მოდით შევიკრიბოთ, ხვალ პარლამენტში გამოვაცხადეთ შეკრება 118 თუ 120 დეპუტატი, თქვენ ხართ სხვა ფრაქციების სატელიტები, კიდევ ყავთ დაგარჩენილი 23 დეპუტატი და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ბაზართან დაკავშირებით. ესე იგი, როდესაც ამ კონკრეტულ საკითხზე მიდგება საუბარი და სხვადასხვა თქვენი მხრიდანაც ჩვენ შეიძლება ახლა სტენოგრამები ამოვიღოთ და თქვათ, როცა ჩვენ ვსვამდით რუსეთის ბაზების საკითხს, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახალხო ფრაქციამ, რომელიც შემოიტანა, მე მახსოვს თქვენი მოკლედ დაკავშირების სხვა წევრების საუბარი, ახლა დრო არ არის, ახლა ეს არ შეიძლება ამის გაკეთება, ვიღაცა არ უნდა გავაღიზიანოთ, ესენგეში მიღების საკითხები შეიძლება გავიხსენოთ და ბევრი სხვა საკითხები. მე არ მინახავს თქვენი მხრიდან ასეთი ქართული ინტერესების დაცვა. სიტყვით მოგიფრთხეს, შემიძლია კი აკეთებთ. განათლება ყოფნით სიტყვა-პასუხი შეგიძლიათ და გამოდიხართ და საქართველოს ტელევიზიით, ეს ტელევიზია თქვენია, რასაც კიდე იმას აკეთებთ, პირველი არხი და სხვა ზოგიერთი კიდევ თქვენი სატელიტი გაზეთები და ასე შემდეგ და მიდი რაც კიდე დილაპარაკეთ. ფაქტი ამდენ ლაპარაკს 4 წლის განმავლობაში ერთი პუნქტზე ხელის დაჭერა ხომ არ ჯობდა? გიფიქრიათ ამაზე? ეს გაგეკეთებინათ. ახლა გამოდიხართ და სხვაზდებთ ბრალს რომ ასლან ნაბაშიძე ხვალად მოგებული ატუარებს რუსეთს? ჩვენ მიუღებელია ლოიალობა. რუსეთს რატო არ ებრძვის? ამას არავინ არ ადარაშავს. საქართველოს სასაზღვრო გემებს არ შეშება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. როდესაც აქ ეს არის საქართველოსთან ბრძოლა. როდესაც სახელმწიფო ბრძოლები მიდის აქ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არაჯანსაღი ვითარება იყოს შექმნილი და თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში ახლა აღორძინების ბლოკს სახალხო პარტიაზე ვილაპარაკოთ. რატომ რა განხორციელდა ადგილობრივი არჩევნების დროს სახალხო პარტიის წინააღმდეგ ასეთი ზემოქმედება? იგივე თუნდაც ის ფაქტები რაიონებში, როდესაც ჩვენი წევრები დაპატიმრებული იქნა, როდესაც ჩვენი ოფისები დარბეული იქნა და ეს ფაქტები თქვენც იცით. ის რაც მოხდა რაიონის პოლიციაში გაგებლის მიერ ჩვენი წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ის რაც ბევრ რაიონში მოხდა. რატომ უარი თქვით პოლიტიკურ შეფასებაზე? უარი რატომ თქვით ადგილობრივი არჩევნების პოლიტიკურ შეფასებაზე? ან ის რაც განხორციელდა საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, როდესაც ელემენტარულად საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი თქვით. რაც იმას ნიშნავდა იგივე თქვენი სიტყვები რო თქვა, ჟურნალისტების დიდი საშუალება ამ მომხრეთა მანიპულირების საშუალებით. არ დაარიგეთ თქვენ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რითაც ხელი შეუწყოთ, სწორედ აი ესეთი და ის კიდევ იუკადრისად მარკირება გაკეთებული იყო. რატომ მიიღეთ თუნდაც აი ბოლო სხდომაზე ცვლილებები